ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს შეხვედრის ერთ-ერთი თემა შესაძლოა კახაკალაძის ინიციატივა იყოს. გაკეთდა თუ არა განცხადებების სხდომის დაწყებამდე ქეთი ხიდის შესწორთავთ CSGO-დან ქეთი გისმენთ. ცენტრალურ საარჩევნო განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა არსებული ინფორმაციით დღევანდელ სხდომაზე განიხილება პარტიების მიერ შემოტანილი განცხადებები და განცხადებები არსებული დარღვევების შესახებ. არსებული ინფორმაციით დღევანდელ სხდომაზე ასევე მოხდება განხილვა კახიკალაძის ინიციატივის თანახმად თუ ცალკეული კანდიდატები უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობაზე. ამან პრობლემები არ უნდა შეუქმნას პროპორციულ სიებს. ამ ინიციატივას ერთხელ უკვე გამოეხმაურა თამარ ჟვანია. მან თქვა, რომ ეს არ არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეროგატივა და საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თავის მხრივ დეპუტატებმაც გააკეთეს განცხადება და თქვეს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვერ განხორციელდება ცვლილებები, რაც შეეხება არსებულ საკანონმდებლო ნორმის თანახმად თუ საარჩევნო ოლქში ფიქსირდება 75,000-ზე მეტი ამორჩეველი პარტია ვალდებულია წარადგინოს მინიმუმ 15 კანდიდატი. ამ ნორმამ პრობლემები შეუქმნა ოპოზიციურ პარტიებს, მაგალითად დმანისის საარჩევნო ოლქში, სადაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარდგენილი ყავდა 15 კანდიდატი. 5-მა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე და კითხვის ნიშნები შეიქმნა საარჩევნო სიის არსებობასთან დაკავშირებით. სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია და გადაწყვეტილების შესახებ უკვე შემდეგ გამოშვებებში შემოგთავაზებთ. მადლობა.